დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 8 პოლიტპატიმრის პროცესი გაიმართა. საქმე, რომელსაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის 5 მოწმე დაიკითხა. წინა სხდომაზე დაკითხული პოლიციელების მსგავსად, დღესაც დაკითხული პოლიციელებიდან ბრალდებულებს ხელი ვერც ერთმა დაადო. პოლიციელების მოსვლით უფრო მეტად დგინდება და მტკიცდება ის, რომ არანაირი შემთხვევლობა არ სვეთქე კასრაძეს და არ სხვა ბრალდებულებს ამ დაზიანებებთან არ აქვთ. სისხლისამართლის საქმეში არსებობს სამედიცინო დოკუმენტები, სპეციალური ექსპერტიზით და სხვადასხვა ინფორმაციით შეკრებილი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებენ კონკრეტული პოლიციელის დაზიანებაზე. თუმცა კონკრეტულად პოლიციელის მიმართ განხორციელებული დაზიანება განახორციელა თუ არა ვეფხია კასრაძე მას სხვა ბრალდებულმა, ეს არ იკოთება საქმეში. წინა სხდომასა და დღევანდელ სხდომაზე ყველა მოწმე საუბრობდა და ცალსახად გამოკითხვის ოქმებშიც საუბრობენ იმაზე, რომ აქციაზე 28-ში, 29-ში მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეები იყვნენ მშვიდობიანები. თუმცა ყველა მათგანი საუბრობს იმაზე, რომ დროის რაღაც მონაკვეთში აბსოლუტურად უმოტივოდ თითქოს, იმიტომ რომ დასმულ კითხვაზე პასუხს ვერ ცემენ თუ რამ გამოიწვია აქციის მონაწილეების დამოკიდებულების და განწყობის შეცვლა. პროცესზე პირველი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ნიკოლოზ ხურცილავა დაიკითხა, რომელსაც საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს. მისი თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ნოემბერს საღამოს 9-დან 10 საათამდე მივიდა. მისივე მტკიცებით, ძალადობრივი მოქმედებები 11 საათისკენ დაიწყო და დაზიანება მალევე მიიღო. თუმცა მას არ შეუძლია თქვას თუ ვინ მიაყენა დაზიანება. თქვენ არ იცით ვინ იყო დამზიანებელი, აქედან გამომდინარე დამზიანებელი არ ამოგიცნიათ, მაგრამ ამოცნობა შეიძლება განხორციელდეს არა მხოლოდ დამზიანებლის მიმართ, არამედ იქ მყოფ სხვა პირებთან მიმართებით. სხვა პირებიც ხო არ ამოგიცნიათ თქვენ? აქციის მონაწილეებს მეუბნებით? არა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიცავდით ჩვენ თავს, ხელები ქონდა აფრებული და მით უმეტეს. მივიღე პასუხი არ მიგიღიათ. აღნიშნული პიროვნებები, რომლებიც აქ იყვნენ, როგორც მითხარით, არ გეცნობათ. ჯაჭვგანოვითარებ, ხო ესეა? კი ბატონო, ვერ მიცნობ. დავასრულე. მოწმე პოლიციელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საავადმყოფოში პოლიციის მანქანით მიიყვანეს. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომის მიმდინარეობისას მოწმეს საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციიდან ამონარიდი წაუკითხა, სადაც წერია, რომ პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების 112-ის მიერაა შესული. თქვენ თქვით ესეთი რაღაცა, რომ სასწრაფოს არ მიმართეთ, რადგან ეს ძალიან ბევრი ხალხი იყო და ასე შემდეგ და დაზუსტებით რომ ვიცოდე, ეს არც მე მიკითხავს და არც მხარებს უკითხავთ. ოპერატიული მანქანის საშუალებით მიხვედით კლინიკაში თუ ფეხით მიხვედით? ფეხით ფიზიკურად ვერ მივიდოდი, იმიტომ რომ რუსთავიდან ძალიან შორსაა. ოპერატიული მანქანით მიხვედით? ფეხით მივედი. 115 მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით მე-7 ტომის სარგებლობამდე. პაციენტი შემოსულია კლინიკაში სასწრაფო დახმარების 112-ის მიერ. ეხლა მაინტერესებს ესეთი რაღაცა. აი ეს რომ დაგიწერეს, ეხლა თქვენ გვაწყობთ თუ ექიმი გვაწყობთ? 112 ხა ექიმა არ ვიცი, აი იქ რა დაწერა. მე შეკითხვა, ნახეთ. კი ბატონო. ახლა გითხარით, რომ თქვენ შეხვედით პოლიციის მანქანით და ექიმმა აი ეს რომ დაგიწერათ, ექიმი გვაწყობებს მაგ დოკუმენტში თუ თქვენ გვაწყობთ ეხლა? არა, მე დავუსვო კითხვის თუ შეიძლება. მე როგორც თქვი, მივედი მანქანით, არ მისულა სასწრაფო დახმარებისა, ანუ ბატონო და ეგ თქვენ შეიძლება. მადლობა, ერთი დამაზუსტებელი. ანუ არ ვენდოთ ხო ამ ჩანაწერს ექიმისას? შეიძლება ექიმს აერია. ვენდო თუ არ ვენდო? მე ახმა როგორია? დასკონა? დავამთავრე. ნიკოლოზ ხურცილავასთან კითხვები ჰქონდა თავად ბრალდებულებსაც. თქვენ ახსენეთ, რომ შეურაცხყოფელი სიტყვები ისმოდა და აი კონკრეტულად რომ დაასახელოთ, რა სახის შეურაცხყოფელი სიტყვები იყო და საიდან ადასტურებთ, რომ პოლიციის მიმართ იყო და არა სიტყვაზე ერთმანეთში? ანუ კონკრეტული სიტყვები გაინტერესებს? ფიზიკურ მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სიტყვებია, რასაც ვერ გავიმეორებ აქ. ხო არის რაღაც მიმართულება, რა სახითაც აი არ ვიცი, შეურაცხყოფელ სიტყვაში იგულისხმება გლანძღვაგინება კონკრეტულად, აი ოჯახი. დავუსწავლე. და ეს თქვენ აღიქვით როგორც პოლიციელის მიმართულება? იქ ისმოდა თავიდან პოლიციელის სიტყვა და მე მოყავდა შემდეგი სიტყვები. ხო, ანუ კონკრეტულად პოლიციის მიმართულებით ჟღერდებოდა. კი ბატონო. კი ბატონო. ხო. მივა მაგასაც დავასრულე. თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ისროდნენ და ფიგურირებდა თუ არა მათ შორის პიროტექნიკა, სანამ თქვენ დაზიანდებოდა. ჩემი მართულები მე პიროტექნიკა არ დამინახია.
მე აღვნიშნე რომ მე მალევე წამოვედი აქციიდან. ნიკოლოზ ხურცილოვამ ადვოკატ შოთა თუთფერიძის კითხვას ნახა თუ არა კადრები, სადაც პოლიციელები დემონსტრანტებზე ძალადობენ და ფიზიკურად უსწორდებიან, პოლიციელმა უპასუხა, რომ ძალადობრივი ვიდეოების ყურება არ იზიდავს. მოლძაოდე ჯგუფები რომ უსწორდებიან აქციის მონაწილეებს. ეს ნანახი გაქვთ? ნებისმიერი რა მნიშვნელობა აქვს ბატონო ვაჟა? თარიღს მომინდება და ვკითხავ თარიღს. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? არა, 10 წლის წინათ არ ვეკითხები. 10 წლის წინათ არ ვეკითხები, ვეკითხები პატუცემულს ამ რუსული კანონისა და პრემიერის აი ამ ჩემი აზრით სამარცხვინო განცხადების შედეგად გამართული აქციების ფარგლებში ვეკითხები. ეს არის ჩემი მთელი დაკითხვის ფარგლები. ამის იქით არ მივიდივარ არცერთ შემთხვევაში. გინახავთ ბატონო ნიკა? ესე რეალურად არაფერი არ მინდა. საჯაროდ გავრცელებული მასალები ვიდეოს სახით თუ გინახავთ? ნუ ახლა რაღაც ვიდეოები იდება, მაგრამ რაღაცები მინახავს. რა გინახავთ? აი როგორ გითხრათ? კონკრეტულად არ მახსოვს, არ ვაქცი ყურადღებას. არ მიზიდავს ძალადობრივი ვიდეოების სრულება. ხურცილოვას დაკითხვის დასრულების შემდეგ პოლიციელი ივანე კაპანაძე დაიკითხა. პოლიციელმა ისაუბრა თუ რა ვითარება იყო 28 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და როგორ მიიღო მან სხეულის დაზიანება. ოცნე პოლიციელმა დაადასტურა, რომ არ შეუძლია იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც ის დააზიანეს და ასევე მას არც აქციაზე მყოფების ამოცნობა შეუძლია. პოლიციელს არც ის დაუნახავს, ჰქონდა თუ არა ორგანიზებული ხასიათი დემონსტრანტების ქცევას. ხომ არ მოგიწიათ რაიმე დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა მაგ დღეს თუ მემარცხენე არ ბრძანდებით რა თქმა უნდა. ვერ ვიხსენებ, თუმცა არ არის გამორიცხული რომ საავადმყოფოში რაღაცა იმას დოკუმენტაციას მოვაწერე. რა გქონდათ ნატკენი, რა დაზიანება გქონდათ? ერთი წამი. მარცხენა ხელზე მქონდა დაზიანება. აღარ გაქვთ? ბატონო? წეღა მარჯვენა იყო და აღარ გაქვთ? მარცხენა ხელზე მქონდა, აი ფორმაში წერია რომ მარცხენა ხელზე. მაინტერესებს, აი 2 წამის წინ შევა მე მომესმა მარჯვენა ხელი იყო და ეს პროკურორმა რომ გითხრათ მაგის შემდგომ შეიცვალა თუ თქვენ გაგახსენებთ? არა, უყურე შეიძლება მექანიკური შესწავლა მოვიდა თორე ამ დაზიანებასაც ეხლა შეგვიძლია განუყავმიჯნოთ მარჯვენა მარცხენა რომელი? ანუ რომ ანახოთ რომელ ხელზე? მარცხენა ხელზე დემონსტრაციულად გაჩვენეთ და შეგიძლიათ დაზიანებას ნახოთ შრამის სახით, რა ვიცი. ხელის მოწერა თუ მოგიწიათ თქვა იქ ვიყავით. მარჯვენა ხელით. მარცხენა ანუ მოგიწიათ ხელის მოწერა? არ მახსენდება. არ გახსენდება. შეიძლება კი, შეიძლება არა. არ გეთ. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ იმ პიროვნებების იდენტიფიკაცია, რომლებმაც ეს შესაძლო დაზიანება მოგაყენათ? იდენტიფიცირება უშუალოდ არ შემეძლია. ამოცნობაც ხო არ შეგიძლიათ? შესაბამისად არა, ამოცნობა. აქციაზე მყოფი პირების ამოცნობაც ხომ არ შეგიძლიათ? რომ შეგძლებოდათ ხო მოიცნობთ? არა, ალბათ არა, რა ვიცი. ალბათ თუ არა. რომელი პასუხი მივიღო? ამოცნობა დაზიანება ვინც მოაყენა, იმის არ შევიძლია. აქციაზე მყოფები, აი დაუბრუნდეთ უკან, თქვენც უკან დავა. აქციაზე მყოფების ამოცნობაც ხო არ შეგიძლიათ? არა. არა. თქვენ ხომ არ დაგინახავთ, რომ კონკრეტული პიროვნებები თუ დაგჭირდებათ სახელმწიფოს და გვარებსაც გეტყვით, ორგანიზებას რომ უწევდნენ კონკრეტულ მოქმედებებს, აი ეუბნებოდნენ შენ ესე მოიქეც, შენ ესე მოიქეც, ხო არ დაგინახავთ? კონკრეტულად არ დამინახავს, თორე იყო არსებობდა მოწოდებები. არსებობდა გავიგე. ადვოკატი ასევე დაინტერესდა, შეესწრო თუ არა ვინმე მის დაზიანების ფაქტს და არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პოლიციელმა დაზიანება ნამდვილად აქციაზე მიიღო. დაზიანების მიღების დროს ჩემს გვერდით ვინ იყო, ეგ არ მახსოვს. არ გახსოვთ. თქვენს უკან ვინ იყო, გახსოვთ? არ მახსოვს. არ გახსოვთ. იცით რა მაინტერესებს, ამ დაზიანების მიყენების დროს ჩვენ ან დასკვნა გამოვიტანო ესეთი, რომ ჩვენ არ ვიცით, რომელი პოლიციელი შეესწრო, ხო ესეა, ვერ ვიძახით სახელს და გვარს. თქვენ არ გვახსოვს. დაზუსტებით ვინ იხილა ფაქტი ჩემი ხელის დაზიანების, ეგ მე არ ვიცი. რადგან სისხლი მოგდიოდათ, ან ხელზე მოგდიოდათ, თქვენი ტანსაცმელი სისხლით დაიშორა, ხო ესეა? დიახ, ეს ტანსაცმელი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოში მიიტანეთ და ამოიღეს, ხო ესეა? არ მომიტანია ეს. დამალეთ ხო ეს ტანსაცმელი? ხო ეს? არ მომიტანია, არც დამემალია. სასწრაფოს ბარათი არ გაქვთ, როგორც გავიგე. ტანსაცმელი პოლიციის განყოფილებაში არ მიგიტანიათ. თქვენს გარშემო დაზიანებას რომ ვინმე შეესწრო, ეს პიროვნებები არ გახსოვთ. აი მე რაღაცნაირად მინდა რომ ჯეროდეს თქვენ და
აი რაიმე მტკიცებულება არსებობს თქვენ რომ საერთოდ ამ აქციაზე იყავით, ეს ერთი და მეორე ეს დაზიანება რომ საერთოდ აიღეთ. რაიმე გააქვთ ამის დამადასტურებელი? დღევანდელ პროცესზე ასევე საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები საბა ნაბახტეველი, ლაშა ბუიღლიშვილი და ნიკოლოზ მანჯავიძე დაიკითხნენ. სხვა მოწმეების მსგავსად მათაც არ ახსოვდათ ან არ დაუნახავთ ვისგან ნასროლი ქვა მოხვდათ. სხდომაზე მოწმე პოლიციელებმა თქვეს რომ სისხლით დასრული ფორმები ნივთმტკიცებად მათგანაც არ ამოუღიათ. ეს ფორმა რომელიდანაც სისხლით დაისვარა, შესაბამისად მოედინება სისხლით დაისვარა. არ ვიცი, ვერ გაგცემთ მოგეცებას. არ იცით დაისვარა თუ არა სისხლით თქვენთან? არა, ღამე იყო და ვერ დავინახე. ხელი ნამდვილად დამისვარა კი. ხელი დაგესვარა კი, ხელი ნამდვილად დამისვარა სისხლით. ეს გავიგე. ხელი რომ დაგესვათ, ძელმკრავიანი გეცვათ? თუ მოკლემკლავიანი გეცვათ? არ მახსოვს. არ ითახს. ამ ტანსაცმლით მე მორიგეობაზე ხომ უნდა წასულიყავით თავის დროს? არა. არა, გადააგდეთ ეს ტანსაცმელი. არა, დასრული იყო. დასრული იყო. კი, მაგრამ. ანუ სისხლიანი ყოფილა. სისხლით არ იყო დასრული. კოლეგა არ ჩაგიტარებიათ, დასრული იყო. მე მაინტერესებს ეს ტანსაცმელი გამოძიებას თუ უთხარით რომ გეცვათ და თუ მიუტანეთ ბატონ არსენს მაგალითად. გამოძიებამ რაც მოითხოვა ყველაფერი მივიტანე. ტანსაცმელის შესახებ უთხარით? რამ უნდა მეთქვა ტანსაცმელის რა შესახებ? ესე და ეს ტანსაცმელი არის და ჩემთან სახში არაფერი ინახება. არ მეთქვამს მე. არ გითხოვს. ეხლა სად ინახება ტანსაცმელი? როგორ? ეხლა სად ინახება ტანსაცმელი? არ ვიცი. თქვენი ფორმა არ იცით სად ინახება? ჩემი დასრული ფორმა არ ვიცი სად ინახება. გადააგდეთ ეს ფორმა? არ ვიცი, ან სახში იქნება ან ანაგავში. საქმეზე მომდევნო სხდომა 23 მაისს ისევ მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პოლიტპატიმრებიდან სამს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კეძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობასედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხოლო ბრალდებულებიდან 5 გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას εδავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.